მოვიწყიპო. აბა. დავიწყოთ. მოგეხსენებათ როგორ სტრესავს აეროპორტები და როგორ მაქვს ეს რაღაც დაუძლეველი შიში, რომ აეროპორტში რო შევდივარ, მგონია ან ჩეკინზე უნდა დავაგვიანო, ან თვითმფრინავმა უნდა გამოსწროს, ან რაღაცა უნდა მოხდეს და მე ხელი შემეშალოს მგზავრობაში. რადგან ერთხელ უკვე ყადის დალევის გამო თვითმფრინავმა გამოსწრო და დავრჩია ეს აეროპორტში. მაგრამ გამოსავალი იქაც ვიპოვე, გემახსოვრება. ეხლა რა ხდება? შეებულება ავიღე და გადავწყვიტე, რომ საქართველოში წავიდი არა იტალია, საქართველო, არამედ იტალია, ბუდაპეშტი, საქართველო, რადგან მინდოდა ბუდაპეშტი მენახა და რამდენიმე დღე დამისვენა. ხოთე წავიდი პიზიდან ბუდაპეშტში. ძალიან უმტკივნეულოდ ვიმგზავრე და ვიფრინე, ერთადერთი რაც გამიჭირდა იყო ბუდაპეშტის აეროპორტიდან გარე სივრცეში გასვლა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი კრუკი დავარყე, მაგრამ საბოლოოდ მივედი დანიშნულების ადგილას. ეხლა მოდი შემდეგი დღე, როცა უნდა წამოვიდე ბუდაპეშტიდან ქუთაისში. რადგანაც ჩემი ფრენა იყო 3 თებერვალს დილის 5 საათზე, ჩემი ტაქსი დავიბარე 2 საათსა და 30 წუთზე, რადგან მინდოდა რომ 3 თებერვალს დილის 11 საათზე ყოფილიყავი ქუთაისში და შემდეგ პირდაპირ გადავსულიყავი სარფში და დედაჩემის დაბადების დღესთვის მიმესწრო. ამის გამო მე 2 თებერვალს არ დამიძინია საერთოდ, ძალიან ბევრი ყავა დავლიე, 2 საათზე ჩანთა ავიღე, ჩავედი ქვემოთ, ჩავჭექი ტაქსში და წავედი აეროპორტში. იქაც ძალიან მშვიდად გავიარე ყველა ეს შემოწმება, კონტროლი, ძალიან მარტივად. ავედი, ყავა დავლიე, დაჟე ვკითხულობდი ჩემს სასწავლო მასალას დილის 4 საათზე აეროპორტში. და შედიოდა თავში არ ვიცი, მაგრამ ჩემთან მართალი ვიყავი, რომ დროს ტყუილად არ ვფლანგავდი. და ესე ბედნიერი ვიყავი, რომ ყველა კონტროლი გავიარე, ავედი თვითმფრინავში, დავჯექი, რომ დავიძინო. და დავიძინე მთელი 3 საათი მეძინა. ჩამოვფრინდი ქუთაისში. ხალხს ბაცდიდი რომ ჩასულიყო და მე შემდეგ ჩავსულიყავი. ეს ჩემი ჩანთა გადმოვდე გვერდის სკამზე, მე ფანჯარასთან ვიჯექი. ჩანთა ყურსასმენები, პატარა ჩანთა და ქუდი, დავდე შემდეგ სკამზე, რომ ავდგებოდი ყველაფერი შემომეკიდებინა და გავსულიყავი. ესეც მოვიქეცი, გადავდე, ავდექი, ჩანთა შემოვიკიდე, ყურსასმენი და ქუდი დავტოვე სკამზე. ჩემი საყვარელი მარშალის ყურსასმენები. მაგრამ ვის ახსოვს? არავის არ ახსოვს, გამოვიდი გარეთ, ნახევრად მძინავს, ჩემი და დამხვდა, ყავა დამახვედრა და წავედი მანქანით სარფში. გადავედი საზღვარზე, ჩავჯექი სარფი არდაშენის მიმართულებით ავტობუსში და იყო საშინელი წვიმა. ასევე მქონდა ერთი სტაფილოსფერი ჩემოდანი, რომელიც ჩემადამ გაავსო ჩემი გამოგზავნილი ნივთებით და ამონათებით, რადგან მე არ მიყვარს ბარგი ციარული და ეს მთელი ბარგი მოათავსა ერთ სტაფილოსფერ ჩემოდანში. ეს ჩემოდანი თბილისიდან ქუთაისამდე ჩამოვიტანა ჩემადამ, ქუთაისიდან სარფის ავტობუსამდე წაიღო ბიძა ჩემო. ანუ მე არ შევხები ვარ და ვერ ვიაზრებ, რომ ეს ჩემოდანი მაქვს. ხო და შემდეგი ეტაპი. ვართ ამ ავტობუსში და მივდივართ არდაშენის მიმართულებით და მან გამახსენდა რომ ყურსასმენი არ მაქვს. დავრეკე ბიძა ჩემთან რომ მანქანაში ხო არ არისო? არ არისო. იქ ხო არ არისო? არ არისო. არსად არ არის ეს ჩემი საყვარელი ყურსასმენები. წერ ჩემს მეგობარს ეთოს რომ ეთო მეთქი დარეკეთო ქუთაისის აეროპორტში და იკითხე შემთხვევით F27 სკამზე ხომ არ დამჭა ყურსასმენები. ხო და იპოვეს. რადგან მე ვაცადე ხალხს რომ ჩასულიყო, მხოლოდ მას შემდეგ ჩავედი ეს ყურსასმენი ვერავინ ვერ შეამჩნია. ჩემი ყურსასმენები იპოვეს და შემინახეს. შემდეგ ჩემი ბიძაშვილი წავიდა და ეს ყურსასმენები აიღო. ეხლა რა ხდება? სანამ მე ამ ყურსასმენების დაკარგვით ტრამვირებული ვზივარ და წუწუნებ, მოვიდა დრო ავტობუსიდან ჩავიდი. რადგან ძალიან წვიმს, დაგხვდა მეგობარი მე და ჩემდას, რომელიც ქოლგით ხელში გველოდებოდა, ჩავედით ავტობუსში და ქოლგაში შევედით და გავიქეცით მეგობრის სახლისკენ. ძალიან ხშირ და ძალიან დაღლილები ვიყავით. მივედით სახლში, ჭამეთ, დავიძინეთ, გავიხვიძეთ და ვემზადებით, რომ თაში წავიდეთ იქ, სადაც დედაჩემი ცხოვრობს. ამ პროცესში ვართ და ჩემი და მეუბნება სალომე ჩემოდანი. და მე ვეკითხე, რომელი ჩემოდანი? ჩემოდანი არ გვაქვს, რადგან დავტოვეთ ავტობუსში. იქ დევს ყველა ჩემი პირადი ნივთი, არაპირადი ნივთი, ტექნიკა, ძალიან ბევრი რაღაც, რაც ძალიან მჭირდებოდა. და მათ ეს ყურსასმენების პოვლით გამოწვეული სიხარული გაქრა და ნისლი ჩამოწვა. ხება მოიწინეს, წვიმა დაიწყო. ხო, ვაბუქებ წვიმდა ისედაც მანამდე. ერთი სიტყვით გადავრეკეთ, გადმოვრეკეთ, სად შეიძლება იყოს, სად არ იყოს, მითხრა რომ გავარკვევთ და გირეკავთო. დაახლოებით გავიდე 1 საათი და მე ესე ვზივარ მოწყენილი. და თქვენს რომ ჩემოდანი ნაპოვნია, მაგრამ არის სადღაც შორს. როცა ეს ავტობუსი დაბრუნდება, წამოიღებს და სადგურში დატოვებს და შემდეგ უნდა მივაკითხოთ და წამოვიღოთ. ასე დამგვარად 2 დღის ლოდინის შემდეგ დამიბრუნდა ჩემი პირადი ნივთები. ყურსასმენი ნაპოვნია, ქუდი ნაპოვნია, ჩემოდანი ნაპოვნია. ვნახოთ ეხლა თურქეთიდან საქართველოში გადასვლა რის ფასად დამიჯდება. მეტი მაქვს რომ ჩემს თავს, ჩემს დას, ჩემს ჩემოდანს სახსალამად ჩავიტან. და რას მინდა ხაზე გავუსვა. ძილის მნიშვნელობა ჩვენს პროდუქტიულობაში. ასევეა მნიშვნელოვანი ძილი ჯანსაღი ცხოვრების, ჯანსაღი კვების, ჯანსაღი წონის კლების და ჯანსაღად არსებობის პერიოდში. მე რომელმაც არ დავიძინე 1 წუთი, ნახეთ რამდენი შეცდომა დაუშვი. რამდენი ზიანი მივაყენე ჩემს ორგანიზმს და რის ფასად შეიძლება ეს დამჯდომოდა. ამიტომ თუ მოგზაურობასაც გეგმავთ, დავგეგმოთ ისე რომ მოვასწროთ ძილი და ამ სტრესის ფასად არ დაგუჩნდეს ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ნივთის დაკარგვა. შეიძლება მე ვარ უბრალოდ ბოდიალა და ისე ვისტრესები და ვკარგავდა თქვენ თავს კარგად არ თმოთ ამ ყველაფერს, მაგრამ მე ჩემი გამოცდილება გაგიზიარეთ. ჭირი იქა, ხინი აქა, კატო იქა, ფქვილი აქა.